ცოტა ხელავ, იმიტომ რომ ესე კამერასთან ლაპარაკი ცოტა იყოს მაკომპლექსებს. დღეს ვისაუბრებ ორსულობაზე და მის თანხლებას ვთქვით პრობლემებზე, რაც მე გამოვიარე ჩემი მაგალითით. რატომღაც მომდა ვიდეოს ჩაწერა, აქვე დასაწყისში ვამბობ, რომ ყველა ადამიანი და ყველა ორსული ინდივიდუალური და ყველა ორსულობა ინდივიდუალურია. ამით მე არც გაშინებ ინფორმაციას მოგაწვდის ჩემ შემთხვევაში როგორ იყო. არ გისურვებთ იმას, რაც მე გამოვიარე, მაგრამ თუ ასე აღმოჩნდა ტოქსიკოზი დაგემართათ, იცოდეთ ჩემ მაგალითზე მე როგორ გამოვიარე და შედარებით შემზადებული რომ შევხვდეთ ამ პერიოდს. ან როგორც კი მეორე თვეში გადავედი, ასე რომ ვთქვათ, უკვე დამიწყო ტოქსიკოზი. თავიდან მეგონა რომ სუფუქი იყო, რაღაცა დილით მქონდა გულისრევის შეგრძნება, მაგრამ შემდეგ უკვე ეს გადაიზარდა არა მარტო დილით და შეგრძნებით, არამედ უკვე ღებინებით და ეს გრძელდებოდა დილიდან საღამომდე და სულ მთელი 3 თვე-ნახევრის განმავლობაში. სხვებსგან რომ სმენოდა რომ რაღაც ტოქსიკოზი მოგვჭდა, რაღაც ანუ დიდად ესე არ ამახვილებენ ყურადღებას, მეთქი არაფერი ისეთი არ არის, სანამ გავიგებდი და ჩემ თავზე გამოვცდი. და ჩემ თავზე რომ გამოვცადე, ცოტა მე რომ ბრაზდებოდი, რომ მეთქი ანუ თუ ტოქსიკოზი აქვთ, ესე რატო ამბობენ, რომ ახლა კი ტოქსიკოზი მქონდა და ანუ ვითომც არაფერი, ანუ სინამდვილეში ეს იყო ანუ ჩემთვის ძალიან დიდი სტრესის, ანჯვაც, არ ვიცი, ძალიან ცუდად ვიყავი. როდესაც დამეწყო ტოქსიკოზი და ეს გამძაფრდა ყოველდღე საშინო ვიღვიძებდი გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით, საჭმელს საერთოდ ვერ ვჭამდი ვერანაირს. 3 კვირას მეტი არაფერი მიჭამია. დამშია და ვერ ვჭამ. წყალიც კი გულს მირევს. ყველა საჭმელი მესისხება. ვერანაირ სულს ვერ ვიტანდი, თან ორსულობის დროს იცით, რომ ძალიან გიმძაფრდებათ, ყველანაირ საჭმელზე ცუდად ხდებოდი, ვერაფერს ვერ ვჭამდი და პლუს ამას წყალსაც ვერ ვსვამდი, ანუ ონკანის წყალი, რომელსაც მანამდე ვსვამდი და დღემდე ახლა ვსვამ, ვერ ვსვამდი, ანუ გაიკვირდებათ, მაგრამ გემო ჰქონდა ჩემთვის და ის გემო არ მომწონდა და მაგალითად გული მერევდა. ამიტომ მიწევდა ნაყიდების დალევა. მაგრამ იმ წყალსაც რო დავლებდი, მაშინვე უკან ვიღებდი, ანუ არაფერი არ მერგებოდა, საერთოდ არაფერი, ანუ იმდენად გამოვიფიტე და დავიკელი წონაში ამ 3 თვის განმავლობაში, რომ ანუ უკვე მეშინოდა, რომ მეთქი აყოფს რაიმე პრობლემა არ შეექმნას, იმიტომ რომ ჩემთან არანაირი საკვები არ მიეწოდებოდა მას. ძალიან დავსუსტდი ფიზიკურადაც, ისედაც გადაადგილება, ძალიან სუსტად ვიყავი და მიჭირდა სულ ვიწექი თითქმის, თავმომეხოვდა რომ ვდგებოდი. ბოლოს უკვე მართლა შველას ვითხოვდი, რომ მეთქი რაღაცა მიშველეთ, იმიტომ რომ ვეღარ ვარსებობდი ფიზიკურად, ანუ ორგანიზმი არაფერს არ იღებდა, არც წყალს, იმ რაოდენობით, რაც უნდა მიიმეღო, საკვებზე გამორიცხულია ლაპარაკი და ბოლოს უკვე იმდენად გამიღიზიანდა კუჭიც და ამდენი ღებინებისგან, რომ ანუ ვერაფერს კუჭის წვენს ვიღებდი, უკვე არაფერი რო აღარ მქონდა, იმდენად გაღიზიანებული მქონდა ორგანიზმი, რომ დამეწყო სახეზე საშინელი გამონაყარი. ვიყურებდი ჩემ თავს სარკეში, ვერ ვცნობდი ჯერ ფიზიკურად, მერე ამ დაღბილი სახით და ცალკე ნერვიულობდი მაგაზე, რომ მეთქი ანუ რა არის ამისი. მე უკვე ბოლოსკენ მართლა შველას ვითხოვდი, რომ აი აღარ მქონდა ძალა, რომ მეთქი რაღაცა იქნებ, წერდი ამ ჩემს გინეკოლოგსაც, რომ რაღაც იქნებ მიმართოთ, რამე ხერხი არ არსებობს, ანუ ყველა ესე იტანჯებოდგა. მითხრა, რომ რა ვქნა, უნდა გაუძლო ესე არის, ერთადერთი რაც შემიძლია, კითხვა არის გადასხმების გაკეთება, რომ ის რაღაც რაც გამოფიტული გაქვს ორგანიზმი და რაღაც შეიცვლო ამ გადასხმების
ყველაფერზე თანახმოვი ვიყავი, ოღონდ ცოტა მოცოცხლებული ვიყავი და ფეხზე დამოკარიყავი. და გავიკეთე პირველი გადასხმა, ჩემო მეუღლემ რაც ქვია მიმასვენა ხელით, ანუ ვერ დავდიოდი და სუსტად ვიყავი. გამიკეთეს ეს გადასხმები, სახლში წამოვედი, იმ ღამესაც მქონდა ეს ღებინებაც ყველაფერი და ზუსტად არ მახსოვს რა იქა და მის დღეს არ მინდა რომ ესე რაღაცა არაზუსტი ინფორმაციით რაღაც წყალების სახელები წარმოვთქვა, ამიტომ არ შეგიყვანთ შეცდომაში. დავისხი იმ დღიდან ნელ-ნელა დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ გაცოცხლება. ღებინებაც შედარებით შემიმცირდა და დღე გამოშვებით მქონდა, ეგეც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იყო. და შემდეგ ნელ-ნელა რაღაც 3 თვეც როგორღაც გადავლახე, როცა ეს გაზაფხულის გადავლახე, ნელ-ნელა ზაფხული დგებოდა. მიარა, უბრალოდ დამრჩა ის, რომ დილით აუცილებლად რომ გავიღვიძებდი, რაღაც უნდა შემეჭამა ცოტათი, რომ ის ღებინების შეგრძნება არ დაბრუნებულიყო და ის დაეცხრო კუჭი, ამ რაღაცას საკვებს, ის იქნება ცხობილა, ანუ პური ცოტაი, რომ რაღაც კუჭი ჩასულიყო, რომ ეს ღებინების ის დაეხშო რომ შეგრძნება. და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ვიყავი. ჩემთვის აი მართლა თავიდან დაბადება, რომ რაღაც შემიძლია რაღაცა ვაკეთო, გავიარო ფეხით. ანუ მაგ მომენტში იმაზე ვერ ვფიქრობდი, ვერ კონცენტრირდებოდი, რომ ბავშვია და ბავშვმა შემოწყო ხელი, იმიტომ რომ იმდენ ცუდად ვიყავი, რომ მართლა აღარ მინდოდა არაფრის სიცოცხლე, შეიძლება ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ არ მქონდა არაფრის თავი. უკვე რომ გადაიარა ამ ყველაფერმა, ზაფხული მახსოვს ყველაზე ამ ორსულობიდან ყველაზე კარგად, იმიტომ რომ შევძელი, რომ დამესვენა, ასე ვთქვათ, ზღვაზეც ვიყავი, ყაზბეგშიც ვიყავი, ანუ შორმანძილზე ჩვეულებრივად ვდიოდი. მანდედან დავიწყე შედარებით ორსულობით ტკბობა, ასე ვთქვათ, მაგრამ რაც უფრო იზრდება ნაყოფი, სხვა პრობლემები გემატება, მალე დაღლა, მე დამეწყო ჰაერის უკმარისობა ბოლო თვეებში, მაგრამ მანამდე საშინელი გულწმარვა, წამალი მქონდა სულ, ანუ აი რაღაცას რო შევჭამდი, მაშინ გულწმარვა მიმართებოდა და ის წამალი რო არ დამელია, აი საშინელი ვიყავ. ასე წეშიც ვთქვით, რომ ყველა ადამიანი და ყველა ორსული ინდივიდუალურია, მაგრამ მგონია, რომ ის რაღაცა ელემენტარული სირთულეები ყველა ორსულს აქვს. პერიოდში უკვე ისე ვიყავი, რომ აი სუტიროდი, რაღაცა ერთი სული მქონდა, რომ ოღონდ გამიჩინა, ჯანმრთელი ყოფილიყო და დამესვენა. 9 თვის განმავლობაში, რასაც თქვია, ვიტანჯებდი, არავის არ ვაშინებ და არც არის საშიშეს მდგომარეობა, ანუ ქალები იმდენ ძლიერები ვართ და იმდენი რაღაც სატანა შეგვიძლია და შეგვიძლია, რომ მე არ მეკონა თუ ამ ყველაფერს გადავიტანდი და გავუძლებდი, მაგრამ გავუძლებდი და ამიტომ არავის არ ვაშინებ ამ ვიდეოთი. უბრალოდ მინდა რაღაცნაირად ინფორმაცია მოგაწოდოთ, იცოდეთ, რომ გარედან როგორც ჩანს, რომ ორსულობა არის რაღაცა ჰარმონია, რაღაცა ისეთი ბედნიერება არის, რა თქმა უნდა, რომ შვილს ელოდები, მაგრამ მაგის იქით ხო გახარ ცალკე ინდივიდი ადამიანი, რომელსაც გაქვს ფსიქიკა, გაქვს შენი ნერვები, ჯანმრთელობა, რომელსაც უბრალოდ შეიძლება ვეღარ გაუძლო. მაგრამ ღმერთი და სამყარო გვაძლევს იმის ძალას, რომ ეს მდგომარეობა და პერიოდი გადავლახოთ. ამ ვიდეოთი რაღაცნაირად მინდოდა მეთქვა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს. ლამაზი ორსულობის უკან ძალიან დიდი სტრესი და ბევრი ისეთი რამ იმალება, რასაც ვერავინ ვერ ხედავს და შემდეგ რაღაცნაირად აღარც ამბობენ, ალბათ ავიწყდებათ, იმიტომ რომ მე ბავშვი გიჩნდება და ის ბედნიერი წუთები უკვე სხვა ყველაფერს ფარავს და აღარ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა, რომ ამ თემაზე მელაპარაკა. მე მეთქვა, რომ
თუ შენ ესეთ გზას გადიხარ, იცოდე რომ უნდა მოითმინო, გაუძლო, გადალახვატი ეს ყველაფერი გაივლის. რაც მე გამოვიარე, არავის არ გამოგევლოთ და გისურვებთ ძალიან კარგ და მშვიდობიან, ხალისიან, პოზიტიურ ორსულობას. მადლობა, არ ვიცი, რამდენად დალაგებულად ვილაპარაკე, მაგრამ როგორც ჩემს მეგობარს მოუყვებოდი ამ ამბავზე, ისე მინდოდა რომ გამიზიარებინა თქვენთვის ეს ყველაფერი. მადლობა,